თუ გაინტერესებთ თქვენი გვარის ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი დედის, დედიების და საერთოდ ქართული გვარების ისტორია და თუ გაინტერესებთ თქვენი საამაყო წინაპრების თავგადასავალი, უყურეთ საერთო კლუბის არხს YouTube-ზე. ლევან ბერაიას ავტორო გადაცემა. გვიყურეთ, გამოგვიწერეთ, გამოგიზამეთ ცნობები და ლეგენდები თქვენს გვარზე და ჩვენ დავამატებთ ჩვენს კოლეგებს. ერთად გავაძლიეროთ ქართული გვარები და საქართველო. გამარჯობათ მეგობრებო, ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას საქართველოს ისტორიულ გვარებზე. რატო ისტორიული? იმიტომ საქართველოში ყველა გვარი ისტორიულია, ვინაიდან თითოეული გვარის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას ამ ქვეყნის აღმშენებლობაში. დღეს ჩვენი 90-ე საიუბილეო გადაცემაა. ხო და ჩვენ დღეს ბატონი ვალერი ხიმშიაშვილი ისევ ჩაგვერთვება, ანუ ჩვენთან ერთად გააგრძელებს ჩვენს გადაცემებს და მე ძალიან მოხარული ვარ, იმიტომ რომ ძალიან მაკლია ვალერის ჩემი მეგობარია, რომელთანაც წლები მაკავშირებს, სამი მეგობრული წლები, სამწუხაროდ ავადმყოფობდა, მთელი წლის განმავლობაში ისეთი მძიმე ავადმყოფობები გადაიტანა და რა ვიცი, დღეს უკვე რეაბილიტაციას გადის ამ ყველაფრის და მალე ისევ ჩადგება წყობაში და ისევ აი აქ ჩემს გვერდით იქნება და ისევ ერთად წავიყვანთ გადაცემებს. მიუხედავად ამისა, მაინც ერთად წავიყვანთ გადაცემებს და ჩემთან ერთად ჩაწერს გადაცემების. დღესაც მომზადებული აქვს რამოდენიმე გვარი და მინდა რომ მე და ვალერი ერთად წავიყვანოთ გინდას დღევანდელი გადაცემა. ჩვენ გახლავთ სამეფო კლუბის წევრები, საქართველოს სამეფო კლუბის წევრები ვართ. ეს გადაცემა სამეფო კლუბის გადაცემა და არა სამეფო არხის და ძალიან ბევრს ეშლება სამეფო არხს გვეძახიან და სამეფო არხი არა ვართ არანაირად. ჩვენ ვართ სამეფო კლუბი, ჩვენ ვართ მონარქიული ესე იგი იმისი რა ქვია იდეოლოგიის გამტარებლები ვართ, ჩვენ ვართ ესე იგი მონარქისტები ვართ და სახალხო კონსტიტუციური მონარქიის მომხრეები ვართ. და ჩვენი გადაცემებიც მიდის აი ამ სამეფო კლუბის ეგიდით მიდის და სამეფო კლუბის გადაცემებია, რომელიც გადის YouTube არხზე. მე გახლავთ ამ გადაცემის წამყვანი და ავტორი და წამყვანი ლევან ბერაია და ჩემს გადაცემასაც ქვია, ესე იგი საქართველოს ისტორიული გვარები. ვისაც გაინტერესებს თქვენი საკუთარი გვარის ისტორია, შეგიძლიათ მომწეროთ, შეგიძლიათ გამოიწეროთ ჩვენი არხი და ჩვენ ძალიან ბევრი 90 გადაცემა გავაკეთეთ და 90 გადაცემაში ძალიან ბევრი გვარი გავაჟღერეთ. ახლა ტყუილი ვარ გამომივიდეს, ალბათ 500-600 გვარი მაინც გვაქვს ესე გაჟღერებული და ესე იგი გადმოცემული ამ გადაცემებში. ამას ისევ ვაგრძელებთ, ისევ თქვენი წერილები და თქვენი ესე იგი გამოხმაურები და გამომდინარე, მე ძალიან ბევრი წერილები მომდის, ძალიან ბევრი სამადრობელი წერილებიც მომდის, ცოტა ისეთი ალბათ დაუმსახურებლად, რაღაც ცოტა ისეთი არა უცენზუროებიც მომდის, მაგრამ უცენზუროებს საკადრისად გავეცი ყოველთვის პასუხი და ყოველთვის გავცემ კიდეც პასუხს, იმიტომ რომ მე ესეთ არაფერს არ ვაკეთებ, რომ ვიღაცამ უცენზურო რაღაცა მაკადროს. პირიქით მე ვცდილობ, რომ ესე იგი თითოეულ თქვენგანს შევაყვარო, საკუთარი გვარი შევაყვარო და საკუთარი ქვეყანა და ერი შევაყვარო, საკუთარი ისტორია შევაყვარო, იმიტომ რომ საკუთარი ისტორიის უგულებელყოფა და საკუთარი ისტორიაზე ესე იგი უარის თქმა ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს, მე მომავალში გამოიღებს ძალიან ცუდ შედეგს და ეს ცუდი შედეგი არ მინდა რომ გამოიყოს ამ ყველაფერმა და ამიტომ ძალიან გთხოვთ რომ მოусვინოთ ჩემს გადაცემებს და შეიყვაროთ საკუთარი გვარი და საკუთარი ისტორია შეიყვაროთ. გვარის ისტორიას რო შეიყვარებთ, იმიტომ რომ ისტორიები, საქართველოს ისტორია სწორედ ამ პატარ-პატარა გვარების ისტორიებიდან შედგება. აი ეს დაუშვათ 18000 დღეს არსებული 18000 გვარის ისტორია წარმოიდგინეთ, რომ გაერთიანდეს ეს ყველაფერი, რამხელა ისტორია გამოდის. საქართველოს 18000 გვარისგან შედგება. საქართველო ქართული გვარისგან. თორე ისე 25000 გვარია საქართველოში და 18000 არის ქართული. აი წარმოიდგინეთ, ერთ წუთი წარმოიდგინეთ 18000 გვარის ისტორია. გინდაც
გინდაც ერთი ფურცელი რო იყოს თითო გვარის ისტორია 18000 ფურცელია და წარმოიდგინეთ რამხელა უშველებელი და უზარმაზარი წიგნია. ამიტომ შეიყვარეთ საკუთარი გვარი, შეიყვარეთ საკუთარი ისტორია და საკუთარი გვარის სიყვარული და საკუთარი ქვეყნის სიყვარული გადაარჩეს ჩვენს ქვეყანას გადაარჩეს და გაიყვანს იქ სადაც უნდა ვიყოთ. ეხლა ძალიან ხშირად მიწევს ამაზე საუბარი და მინდა კიდევ ერთხელ კიდე შევეხო ამ იმას რა, აი მომწერა, ეგ ადამიანმა მომწერა ბედოშვილმა რა, რამოდენიმეჯერ მომწერა ამ გვარმა და ეს რამოდენიმეჯერ უპასუხე, მაგრამ მინდა ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიო ეს ადამიანი. იქნებ ბედოშვილის გვარი განვიხილოთ. ძალიან მაინტერესებს ჩემი წინაპრის ისტორია. ქართველები ვარ თუ ოსები, იქნებ დაინტერესდეთ ჩემი მონაწერითო. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას მონაწერით ვინტერესდებით და შეძლებს და გვარად ყველას პასუხს ვცემ. ბევრი საყვედურო, სულ რატომ ჩემი გვარი რატო არ გააჟღერეო, ბიჭო? როცა დავუშვათ 150 გვარი მოგწერს. ყველას პირველობა უნდა და ყველა ხო პირველი არ იქნება რა, რაღაც არის, რიგითობა არის და ნებისმიერ დროს ნებისმიერ გვარს გავცემთ პასუხს. უყურადღებობით არც ერთ გვარს არ დავტოვებთ და თქვენი რიგიც მოვა, თითოეულ თქვენგანის რიგიც მოვა და ესე იგი თქვენ გვარსაც გავაცნობთ თქვენ გვარს ისტორიას, მაგრამ მე ახლა აი ბედოშვილების მინდა შევახო ვიღაცამ არ ვიცი შეგნებულად, არ შეუგნებლად ასეთ რაღაცას აუცილებს, რომ ბედოშვილები თითქოს და არაქართველები არიან და არიან ოსები, ერთი ოსები არანაირად არ არიან. ბედო არის, ესე იგი ქართული სახელია, რომელიც ესე იგი აი ტერორული სახელია ბედო, რომელიც არაფრით არ შეიძლება იყოს დაუშვათ არაქართული წარმომავლობის, რომელიც უკავშირდება იღბალს, ბედს და ყისმაც უკავშირდება და ეს როგორ შეიძლება იყოს არაქართული წარმომავლობის. მით უმეტეს ბედოშვილები გავრცელების არეალი თითქმის თეს აღმოსავლეთ საქართველოშია. მარტო რო იყოს დაუშვათ რაღაცა სამაჩაბლოში და რომელიღაც სოფელში იყოს მარტო სადაც მიმდებარეთ არიან დაუშვათ ოსები კიდე რაღაცა სიფიქრეს ადამიანი, მაგრამ ამათი განსაკუთრების არეალი არის ძალიან ვრცელია. ანუ თითქმის თელ ქართკახეთს მოიცავს და ერთი და ჯერ მეორე ბედოშვილი თვითონ გვარები ძალიან ბევრი გვარი რომლებსაც დღეს თავი არაქართველებად გონიათ და ოსებად მე ამ შემთხვევაში ოსებზე მაქვს ლაპარაკი არ არიან ოსები არიან დვალები არიან დვალეთი და გადმოსულები თქვენ კარგად იცით დვალეთის გაოსება როგორ მოხდა და ჯერ ერთი როცა ათვისება დაიწყე ჩვენო მეზობლებმა კავკასიის ათვისება მე-16 საუკუნეში აი მაშინ მოხდა ამ დვალების დიდი ტრაგედია როცა ესე იგი ასიმილაცია მოხდა ამათი ასიმილაცია მოხდა ოსებთან, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გეუბნებით ხასო არსებობს საქართველოს ეგეთი ორგანიზაცია გენოლოგიური კვლევის ცენტრი არსებობს. ეს გენოლოგია არის საოცრად დიდი მეცნიერება და საოცრად მრავლის მომცველი მეცნიერება, რომელსაც შეუძლია დაადგინოს თქვენი აი გენეტიკური წარმომავლობა შეუძლია დაადგინოს. მიმართეთ მათ, თუ ვისაც გაინტერესებთ, მე შემიძლია კონტაქტები მაქვს ამ ადამიანებთან და შემიძლია დაგაკავშიროთ და გამოიკვლიოთ თქვენი გვარი, ჰაპლოჯგუფი, თქვენი ჰაპლოჯგუფი დაადგინოთ, ხართ ქართველი, ხართ ოსი, ხართ უზბეკი, აზერბაიჯანი თუ დაუშვათ ისა რა ქვია მაგას ეტრუსკი. შეგიძლიათ ეს ყველაფერს დაგიდგენენ, რა თქმა უნდა, გარკვეული საფასურის თანახმად, იმიტომ რომ ეს კვლევები საქართველოში არ ტარდება ამერიკაში, თქვენგან აიღებენ ესე იგი იმას, ნიმუშებს აიღებენ, მე აგზავნიან ამერიკაში და ამერიკიდან რამოდენიმე თვეში მოდის პასუხი, ზუსტი პასუხი მოდის, იმიტომ გენეტიკა არის ზუსტი მეცნიერება და დაადგენენ ზუსტად თქვენ ხართ ქართველი თუ არა ხართ ქართველი. ერთი რა მნიშვნელობა აქვს, რა ეროვნება ხარ, ქართველი ხარ, არა ქართველი ხარ, თავარია საქართველოში ცხოვრობ და საქართველოსზე სიხვდი. რამდენი გვარია, არა ქართული გვარი, რომელმაც ესე იგი ისტორია შექმნეს და ამდენი არა ქართველი, რომლებმაც ესე იგი თავისი გმირობის მაგალითით, თავის ზნეობრივი მაგალითით ესე იგი საოცარი დიდი მაგალითი უჩვენებს, თვითონ ქართველებს უჩვენებს. გინდაც აბო არაბი ის იყო, რა ქვია, არაბი იყო, არა, ის ხო არაბი იყო, აბო
შუშანიკი ავიღო და ძალიან ბევრი ელიოზი, რომელმაც იმიდან რა ქვია ისრაელიდან ჩამოიტანა ქრისტეს კვართი ჩამოიტანა და აგერ მისმა დამ სიდონიამ ჩაეხუტა და აგერ სვეცხოველშია დაგზავნული ესეც ებრაელი იყო რომ ძალიან ბევრი ისეთი ადამიანი ისეთი პიროვნებები რომლებიც არ იყვნენ ქართველები მაგრამ საქართველოსთვის თავს დებდნენ და თავს წირავდნენ კაცო ამიტომ მაგას ამუშრობა აქვს შემიხარდა რა ხა მთავარია აკეთო ქართული საქმე აკეთო ეხლა რაც შეეხება ბედოშვილების წარმომავლობას ბედოშვილი ერთ-ერთი ძირძველი ქართული გვარია იგი მომდინარეობს ეხლა მე ეს არ ვფიქრობ რომ ეს საგაციდან მაქვს ესე იგი გადმოწერილი ეს ყველაფერი არის ჩემი შედგენილი და ჩემი შექმნილი ისტორიებია და ამას გიკითხავთ იმიტომ რომ უფრო თვალსაჩინო რო იყოს და რაღაცა არ გამომჩეს მე ჯერ წერ და მე გიყვებით ამ ყველაფერს ბედოშვილი ერთ-ერთი ძირძველი ქართული გვარია იგი მომდინარეობს პიროვნული სახელიდან ბედო რაც ქართულში ბედს იღბალს ყისმას უკავშირდება სახელის ეს ფორმა იმდენად გავრცელებული იყო რომ სხვადასხვა კუთხეში მისგან წარმოიშვა მრავალი გვარი რაჭაში ბედუკაძე სამეგრელოში ბედია გურიაში ბედინეიშვილი იმერეთში ბედიანიძე აჭარაში ბედოშვილი და კახეთში ბედიაშვილი არსებობდა შესაბამისი ხალხის საბედო გვარის სტრუქტურა ბედოს შვილი პირდაპირ მიუთითებს რომ იგი წარმოიშვა ერთიანი საგვარეულოდან რომელსაც სათავეში ედგა ადამიანის სახელად ბედო ამგვარი ფორმა გვიჩვენებს გვარის სიძველისა და ქართული სამეფო სამთავრო საზოგადოებაში მისი დამკვიდრების ხანგრძლივ ისტორიას ისტორიულ დასახელებას ესე იგი ბედოშვილები ოდნავ სახლობდნენ არაგვის ხეობაში და ითვლებოდნენ ლომისის მონასტრის ყმებად აქედან იწყება მათი ისტორიული ფესვები თუმცა გვარის წარმომადგენლები მოგვიანებით გავსებდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებშიც მე-17 საუკუნის წყაროებში ბედოშვილები საკმაოდ მრავლად არიან წარმომდგარები მე რამოდენიმე მათგანს გაგაცნობთ ბედოშვილი გიორგი ანანურის ცხოვრები მოხსენებულია ბარათაშვილ არაგვის ერისთავის შეწრილობის წიგნში ეს არის მე-17 საუკუნე ბედოშვილი დიმიტრი 1601 წელს ესე იგი საყდრის ლიტურგიის წიგნის შემწირველთა შორისაა მოხსენებული ბედოშვილი გიგოლა 1661-1688 წლების თბილელი უბის სიონის ორბის მემორიალის წიგნში არის მოხსენებული ეს წყაროები ნათად მიუთითებს რომ ბედოშვილები იყვნენ ეკლესია მონასტრების აქტიური შემწირველები და არაგვის ხეობის მკვიდრი რაც გვარის დამატებით ისტორიულ სიძველეს ანიჭებს მე-19-20 საუკუნეებში ბედოშვილების გვარი ხდება რუსეთის იმპერიის დროინდელ სახელმწიფო და სასამართლო დოკუმენტებში ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო ხაზინის დეპარტამენტის 1909-1913 წლების ჩანაწერებში თავადის ქალ რელოვისათვის თანხის გადაცემის საქმესთან ერთად მოხსენებულია ბედოშვილი 188 რუბლის ოდენობის თანხაზეა ლაპარაკი რომელიც ესე ბედოშვილს უნდა გადაეცა ამ თავადის ქალ რელოვს მე შემდეგი საბუთი არის კიდე 1913 წლის დოკუმენტი მოხსენებულია საქმე სადაც თბილისის გუბერნიის დუშეთის მაზრის ქსის ხეობის რაიონის პოლიციის ოფიცერი საჟეს ეზიარისა საჟეს უზიარებდა გლეხ ბედოშვილის შეურაცხყოფის გამო ეს წყარო ადასტურებს რომ ბედოშვილები ცხოვრობდნენ ქსის ხეობაში იყვნენ თავისუფალი გლეხები და თავიანთ უფლებებს იცავდნენ იმპერიის სამართლებრივ სისტემაში ბედოშვილები წარმოადგენენ ძველ ქართულ საგვარეულოს რომელს მე დასკვნას გეუბნებით ახლა რომლის სათავე პიროვნულ სახეს ბედოს უკავშირდება ისინი ისტორიულად სახლობდნენ არაგვის ხეობაში და ფეოდალური ეპოქის სხვადასხვა ფენებში გვხვდებოდნენ მე-17 საუკუნის წყაროებში წყაროები ადასტურებს მონაწილეობას საეკლესიო საზოგადოებრივ საქმეებში ხოლო მე-19-20 საუკუნეების საბუთები როგორც ეკონომიკურ საქმიანობაში ასევე სამართლებრივ პროცესებში ეს გვარი ნათლად ასახავს ქართული საზოგადოებაში ძველი ონომასტიკური ფესვები და ჩამოყალიბებულ მრავალფეროვან და ფართოდ გავრცელებულ საგვარეულო სახეს აი ეს იყო ბედოშვილები და ბედოშვილობა რამოდენიმეჯერ მომწერეს და თუ აინტერესებს ეს ყველაფერი გავამიგზავნო ესე იგი ისა რა ქვია თავიანთი მეილი და მე ამ და სამ საბუთს გადაუგზავნე და ესე იგი ექნებათ შემდეგი გვარი რომელიც მე მინდა თქვენ წარმოგიდგენოთ ეს არის მუნდილაძეების გვარი რომელიც საკმაოდ ცნობილი გვარი იყო და საკმაოდ დღეს არიან ძალიან ცოტანი არიან სამწუხაროდ ფაქტიურად ესე იგი ნალევი გვარია და გადაშენების პირზე დამდგარი გვარია
და ეს არის სამწუხარო, იმიტომ რომ საკმაოდ ცნობილი და ისტორიული გვარია ეს გვარი. ესე უნდილაძეების საგვარეულოს ადრინდელი ფორმა იყო უნდილაიზძე, რომელიც წერილობით წყაროებში მე-13 საუკუნეში ფიქსირდება 1260 წელს. როგორც ქართული გვაროვნული სახელების ევოლუციისათვის არის დამახასიათებელი, დროთა განმავლობაში ძე ფორმა გამარტივდა და მე-17 საუკუნესაც დამკვიდრდა უნდილაძეს სახით. მე-15 საუკუნეში, ესე იგი 1466-1579 წლების დოკუმენტებში უნდილაძეები მოხსენებული არიან როგორც პატრონის დავითის ერთგულის ყმანი. ტექსტი გვიჩვენებს, რომ მათი მფარველთან მტკიცე ფიცით ჰქონდა დადასტურებული ერთგულება, არ უღალატონ, არ ავნონ, არ დაუპირისპირდნენ და არ გასცენ სამეფო ციხე ამანათნი და ეს დადასტურებს, რომ მე-15 საუკუნესაც ისინი უკვე მეფისკარის ნდობით აღშლილი პირები და აზნაურები იყვნენ. მე-16 საუკუნეში 80-იან წლებში უნდილაძეები ფიგურირებენ მორიგების წიგნებში, როგორც მოწმეები და დამხტური, მაგალითად უნდილაძე თალბას და ირაგელი სორაზან. მათი მონაწილეობა საზოგადოებრივ საქმეებში მიუთითებს არა მხოლოდ სოციალურ სტატუსზე, არამედ საზოგადოებრივი ნდობის მაღალ ხარისხზეც. მე-17 საუკუნეში უნდილაძეებმა მიაღწიეს ძლიერების პირ საგვარეულოს წარმომადგენლები მაღალ თანამდებობებს იკავებენ ირანის შაჰის კარზე, ფლობდნენ უზარმაზარ მამულებს და სამხედრო ძალაუფლებას. ალავერდი ხან უნდილაძე ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი უნდილაძე, რომელიც 1614 წელს ალავერდი ხანი უნდილაძე სახლის ყველაზე სახელგანთქმული წარმომადგენელი ბავშვობაში ყიზილბაშებმა წაიყვანეს ირანში, სადაც დაწინაურდა და გახდა ირანის პირველი ყულარაღასი, ფარსის ბეგლარბეგი, შაჰ-აბასის სამხედრო რეფორმის მთავარი გამტარებელი. მან ოსმალეთის ომებში 1603-1612-ში დიდი როლი შეასრულა. მის სახელს უკავშირდება 33 თაღიანი ხიდი ისპაჰანში, რომელსაც დღესაც ალავერდი ხანის ხიდის სახელითაც ცნობილი. გარდაიცვალა 1614 წელს. დიდი პატივი დაკრძალეს მისი ვაჟები იმამყული ხან და დაუდ ხანი, ასევე დაწინაურებულები იყვნენ, ესე იგი ირანის შაჰის კარზე და დაუდ ხანზე მინდა მოგახსენოთ, დაუდ ხანი 1625-1623 წლებში განჯა ყარაბაღის ბეგლარბეგი იყო ალავერდის ვაჟი და თემურას პირველი სიძე, ცოლად ყავდა მეფის და ელენი. იგი წარმოადგენდა სეფიანთა ირანის გამოჩენილ სამხედრო პოლიტიკურ ფიგურას, თუმცა მალე თემურაზის თანამებრძოლი გახდა ირანის წინააღმდეგ. მის სახელს უკავშირდება განჯა ყარაბაღის სამმართველო, სამხრეთ ირანში ბაზრისა და ქაროსის მშენებლობები, ბენდერ აბასის ნავსადგურის დამკვიდრება. 1630-1632 წლების ანტიირანულ აჯანყებაში აქტიურად მონაწილეობდა, საბოლოოდ ირანის კარს ჩამოშორდა და კონსტანტინოპოლში იპოვა თავშესაფარი. იმამყული ხან უნდილაძე იყო ალავერდი ხანის უფროსი ვაჟი, ფარსის ბეგლარბეგი, განათლებული სახელმწიფო მოღვაწე, ფაქტიურად მეორე კაცი ირანში. მისი სამფლობელოები 400 მილზე ვრცელდებოდა. ევროპელი მოგზაურები თომას ჰერბერტი და პედრო დელავალე მას შაჰის შემდეგ ყველაზე გავლენიან ფიგურად მიიჩნევენ. მის სახელს უკავშირდება პორტუგალიელთა გავლენა სპარსეთის ყურიდან და ჰორმუზის დაკავება, ფარსის ეკონომიკური აღმავლობა, ინფრასტრუქტურული მშენებლობები და ბევრი სხვა რამ. დასმის სახით გავაკეთო უნდილაძეების საგვარეულო მე-13 საუკუნიდან მოყოლებული მე-17 საუკუნემდე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ქართულ ირანულ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ისინი იყვნენ მეფის ერთგული აზნაურები საქართველოში. სეფიანთა სახელმწიფოს უმაღლესი მოხელეები ირანში. განათლებოდა მრავალხმიანი პიროვნებები, რომლებიც ახორციელებდნენ როგორც სამხედრო, ისე სამეურნეო კულტურულ საქმიანობას და ძალიან დასანანია, რომ ეს გვარი დღეს არის გაქრობის სფეროსაა მიმდარი და ძალიან მთხოვ ამ გვარის წარმომადგენლებს განსაკუთრებით მამაკაცებს იაქტიურონ და რაღაცნაირად გადაარჩინონ ეს გვარი, ეს ისტორიული გვარი, ესე იგი გაქრობას გადაარჩინონ. შემდეგი გვარი, რომელიც მინდა წარმოგიდგინოთ, ეს არის აგიაშვილების გვარი. ფეოდალური სათავადო იყო იმერეთში, მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ იმერეთის სამეფო კარზე. აქ ესენი არიან რომათფათიძეები, შთამომავლები არიან. მე-17 საუკუნეში სოლომონ მეორის დროს იმერეთის სამხედრო ძალას სამი სარდალი ხელმძღვანელობდა, საერთოდ წერეთელი, წულუკიძე და აგიაშვილი. თავადი აგიაშვილი ოკრიბის მხარის სარდალი და ციხისთავი იყო.
მის ხელში იყო რამოდენიმე ციხესიმაგრის მართვა. საგვარეულო სამხედრო დროშა თეთრი და ჩალისფერი ქსოვლებისაგან იყო შესრულებული, რომელზეც გამოსახული იყო ჯვარი, მზე და მთვარე. დროშა აბრეშუმის ზონით იყო დამაგრებული ხის ტარზე. განსაკუთრებით სახელგანთქმულია ქაიხოსრო აგიაშვილი, რომელიც 1784 წელს ხელს აწეს პავლე პოტიომკინსა და გაგზავნის წელიწადის თავადები ხსნიან დავით გიორგიძის გამეფების მიზეზებს. აგიაშვილები ერთგულებითა და სიტყვით გამოირჩევიან მეფის სამსახურში. სულ საქართველოში ცხოვრობს 121 აგიაშვილი. შემდეგი გვარი არის ანდრონიკაშვილი. ანდრონიკაშვილები საქართველოში ერთ-ერთი უძველესი თავადური საგვარეულოა. გადმოცემით ისინი ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკ კომნენოსის შთამომავლები არიან, რომლის შვილი ალექსი მე-12 საუკუნეში კახეთში დამკვიდრდა. გვარს ეკავა ქიზიყის და მარტყოფის მოურავობა. მოგვიანებით კი მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო როლი შეასრულეს ქართლის სამეფოში. ანდრონიკაშვილები მუდამ ერთგულები იყვნენ მეფეთა და ქვეყნის სამსახურში, მათ შორის გამოირჩეოდა სარდალი აბელი და თამას ანდრონიკაშვილები, ასევე არტილერიის მეთაური პაატა ანდრონიკაშვილი. დღესაც ეს გვარი ასოცირდება ქვეყნის ისტორიულ წარსულთან და სამეფო ტრადიციებთან. სულ საქართველოს ცხოვრობს 199 ანდრონიკაშვილი. ბარათაშვილებზეც მოგახსენებთ, ბარათაშვილები წარმოშობით ქაჩიბაიძეებიდან მოდიან, რომლებიც ქართლში აფხაზეთიდან მოვიდნენ. მე-13 საუკუნეებში, მე-14 საუკუნეებში ბარათა ქაჩიბაძის სახელიდან ჩამოყალიბდა საბარათიანო, ანუ საბარათიშვილო. მათი სათავადო ქვემო ქართლში ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით ბარათაშვილებს გაჩენს და გადავნის დიდი მიწები ეკუთვნოდათ. ის სხვა შორის 4 სადროშო იყო ქართლში, ერთი ქვედა ქართლის სადროშოს სადლები იყვნენ ბარათაშვილები. და რეზიდენცია ჰქონდათ სამშვიდეში. დროთა განმავლობაში გვარის გაშვება მრავალი სათავადო წარმოქმნა, სხვა შორის 11 თავადური გვარი წარმოვიდა ბარათაშვილებიდან და ერთ-ერთი იყო ყაფლანშვილები, რომლებმაც სხვა შორის მე-18 საუკუნეში, როცა საბარათაშვილომ ბარათაშვილების გვარმა დაიწყო დაშლა, მაშინ ესე იგი მათი წამყვანი ადგილი დაიკავეს, სწორედ ყაფლანშვილმა დაიკავეს. დღეს ეს გვარი საქართველოში 1520 ადამიანით არის წარმოდგენილი, მაგრამ ამ 1520 ადამიანში შედის იმერელი ბარათაშვილები, რომლებიც აზნაური ბარათაშვილები იყვნენ და არა თავადი აზნაური ბარათაშვილები. ასე რომ ბარათაშვილები არიან როგორც თავადები, ისე აზნაურები, ესე იგი იმერელი ბარათაშვილები აზნაურები იყვნენ და ქართველი ბარათაშვილები თავადები იყვნენ. შემდეგი გვარი, რომელიც და ბოლო გვარი, რომელიც მინდა წარმოგიდგენოთ, ეს არის გოცირიძეების გვარი. ესეც ერთ-ერთი უძველესი გვარია საქართველოში, რომელიც უკავშირდება როგორც ივანა ბატონიშვილი გადმოქცეს მე-4 საუკუნეში ბერძნების სარდალს შემოყოლიათ, ესე იგი ბერძნებიდან და საბერძნეთიდან და აქ მერე დარჩენილან როგორც აზნაურები დამკვიდრებულან აქ და მიუღიათ, ესე იგი კი არა აზნაურებად დარჩნენ აქ, ასე თქვა. გვარი როგორც ტაქტისის სათავადო აზნაურებად ხვდებიან და განსაკუთრებით წულუკიძეების კარზე ფლობდნენ საპატიო თანამდებობას. მე-18 საუკუნეში ბეჟანიკა გოცირიძე იმერეთის მოურავი იყო, ცნობილია მათი მონაწილეობა ჩეხორის ბრძოლაში, აგრეთვე რაჭის ერისთავის და საჭიროთა აზნაურობაში. მე-13 საუკუნის დასაწყისში ფილიპე გოცირიძე საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი მე-12-ის კარზე მსახურობდა. ხალხში განსაკუთრებით განთქმული იყო დათუნა გოცირიძე, რომლის გმირული და დრამატული ისტორია თავის ბიძასთან ივანე კვიტაშვილთან მეგობრობაზე და შემდეგ მტრობაში ქართულ ლიტერატურაშიც კარგადაა ასახული. დღეს გოცირიძეების გვარი გავრცელებულია როგორც საჭაში, ისევე სხვადასხვა კუთხეებში და ჩემ ერთი ღირსეულ ქართულ საგვარეულოს. სულ საქართველოს ცხოვრობს 2460 გოცირიძე. ეს იყო სულ რაც უნდა მეთქვა მე გვარების თაობას. ეხლა სიტყვას გადავცემ, ესე იგი ვალერი ხიმშიაშვილს, რომელიც გააგრძელებს. ვალერი აბა გისმენდა შენეულად და შენ როგორც იცი ისე აბა მოგისმენდა, შემდეგ ისევ გავაგრძელებ. გამარჯობათ. ვაგრძელებ ჩვენ გადაცემას YouTube არხზე ქართულ გვარებზე ბატონ ლევან ბერაიასთან. მოდი დავიწყოთ, ბევრი გვარი დაგვიგროვდა ამ დროს და მოდი დავიწყოთ ჩვენ გვარებზე საუბარი. დავიწყოთ გვარი აქიმაშვილით. გვარი აქიმაშვილი ქართულია და წარმოშობა უკავშირდება პროფესიულ წარმომავლობას.
აქიმი ნიშნავს ქართულად ექიმს, მკურნალს და ესე იგი ეს გვარი წარმოშობილია მკურნალისგან, ექიმისგან. გვარი აქიმაშვილი ფშაური წარმოშობისა და სოფელ ხოშალიდანაა წამოსული. მათი წინა გვარი ბუჭყარაშვილები იყვნენ. მე-17 საუკუნის დასაწყისში მოხდა ამ გვარის მიგრაცია მთიანეთში, კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში. პირველად ისტორიული ცნობა ამ გვარის შესახებ ფიქსირდება 1693 წელს კახეთში, სოფელ ახმეტაში. ასევე ქვემო ქართლში მოხსენებულნი არიან 1721 წლის ქვემო ქართლის სტატისტიკურ აღწერაში. შიდა ქართლში 1822 წელს სოფელ ხაშურში, ეხლა ქალაქი, ადრე სოფელი იყო. იყვნენ საბატონო, საეკლესიო და სახაზინო გლეხები. 1891 წელს ქვემო ქართლიდან ამ გვარის ორი წარმომადგენელი გადმოვიდნენ სოფელ მარტყოფში საცხოვრებლად. ამჟამად ამ გვარის წარმომადგენლები სულ შეადგენენ 47 ადამიანს. რა თქმა უნდა, ცოტა. მოდი შემდეგი გვარი ჩვენ წარმოვადგინოთ აზირიაშვილის გვარი. გვარი აზირიაშვილი ეპონიმური გვარსახელია. წარმოდგება მამაკაცის სახელიდან აზირიადან. გვარი წარმოშობილია კახეთში, ქვემო ქართლში. ორივე კუთხეში ამ გვარის წარმომადგენელს სხვადასხვა წარმოშობის ფუძე აქვს. იყვნენ სამეფო და საეკლესიო გლეხები. ისტორიულ წყაროებში გვარი აზირიაშვილი მოხსენებულია 1627 წელს ქვემო ქართლში, ასევე 1695 წელს კახეთში. 1826 წელს კახეთიდან სოფელ ართანიდან აზირიაშვილების ორი ოჯახი გადმოსახლდა სოფელ მარტყოფში, ხოლო მარტყოფიდან შემდეგ გადავიდნენ სააკაძეში და ახალ სოფელში. ამჟამად აზირიაშვილები ცხოვრობენ თეწყაროში, მარნეულში, მარტყოფში, საგარეჯოში, სააკაძეში, ღოუბანში და მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 390 ადამიანს. მოდი შემდეგი გვარი ვნახოთ ეგეთი ცოტა ცნობადი, ასე რომ ვთქვათ. ასლამაზიშვილების გვარი. ასლამაზიშვილი ეპონიმური გვარსახელია. ბევრი დაობს ამ გვარის შესახებ, ზოგი იძახის რომ არის სომხური წარმოშობის, ზოგი ქართული, მაგრამ ვიტყვით რომ გვარი არის ქართული. გვარის ფუძეა სახელი ასლამაზა. საქართველოს თითქმის კუთხეში ცხოვრობენ ასლამაზიშვილები. მათ საერთო ძირი არ აქვთ, რა თქმა უნდა. იყვნენ სახაზინო, საეკლესიო და საბატონო გლეხები, ხოლო ქვემო ქართლში იყვნენ აზნაურები, ბარათაშვილები. საერთოდ ქვემო ქართლში უმეტესად აზნაურები იყვნენ. პირველად გვარი ასლამაზიშვილი ისტორიულ საბუთებში გვხვდება ჩვენ 1615 წელს ქვემო ქართლში, ასევე 1623 წელს შიდა ქართლში გორში იყვნენ ამელახვის გლეხები. ასევე 1623-26 წლებში კახეთში იყვნენ ვაჩნაძეების, რუსიშვილების, მაყაშვილების, აზნაური ბახუტაშვილების და აზნაური პეტრიაშვილების გლეხები. 1659-1651 წლებში ბოლნიში გოსტაბაშვილების აზნაურები იყვნენ, მოხსენებულები არიან ამ წლებში. 1629-1634 წელს სოფელ ერწოშიც ფიქსირდება ამ გვარის წარმომადგენლის 3 ოჯახი გლეხებად. ასევე 1721 წლის სტატისტიკურ აღწერაში მოხსენებული არიან
ფალავან ხოსროშვილის და ბარათაშვილების გლეხებად. ამჟამად ასლამაზიშვილები ცხოვრობენ კახეთში, შიდა და ქვემო ქართლში, დუშეთში, სტეფანწმინდაში და სხვაგან. და მათი საერთო რაოდენობა შეადგენს 429 ადამიანს. შემდეგ განვიხილოთ, მოდით გვარი აფრამიაშვილი. მოდი ჩვენ საერთოდ გავიხილოთ ცოტა ნაკლებ ცნობათი გვარები. გვარი აფრიამაშვილი ეპონიმიური გვარსახელია. გვარს ფუძედ უდევს მამაკაცის სახელი აფრიამა. აფრიამა საერთოდ ძველად იყო ეს სახელი, რომელიც როგორც სხვა სახელებს სამწუხაროდ ძველ ქართულ სახელებს აღარ არქმევენ. ეხლა გვარი წარმოშობილია შიდა და ქვემო ქართლში. რა თქმა უნდა, ერთმანეთის დამოუკიდებლად წარმოიშვა ეს გვარი. ისტორიულ წყაროებში გვარი აფრიამაშვილი პირველად იხსენება 1658 წელს სოფელ შულავერში მცხოვრებელნი იყვნენ წოვანშაშვილების გლეხები. იყო ეგეთი საქართველოს ისტორიაში, რომ თვითონ გლეხებსაც ყავდათ, შეძლებულ გლეხებს ყავდათ გლეხებიც. 1721 წელს 21 წლის ქვემო ქართლის სტატისტიკის აღწერაში მოხსენებული არიან აფრიამაშვილები, რომლებიც ცხოვრობდნენ 4 სოფელში და იყვნენ ყაფლანიშვილების გლეხები. 1851 წელს მოხსენებულები არიან სოფელ მუხათში საბატონო გლეხებად. რაც შეეხება სოფელ კუმიში მცხოვრებ აფრიამაშვილებს, ისინი მოსულები არიან აქ ადიგენიდან 19 საუკუნის ბოლოში. ამჟამად აფრიაშვილები ცხოვრობენ ზემო ქართლში, ძირითადად ქვემო ქართლში და რა თქმა უნდა თბილისში. საერთოდ თბილისი ეგეთი ფენომენალური ქალაქია, რომ ყველა საქართველოს ყველა გვარის წარმოადგენელი იქ ცხოვრობს. და მათი საერთო რაოდენობა საქართველოში შეადგენს 752 ადამიანს. მოდი ჩვენ თქვათ კიდევ ეგეთ გვარზე, ანზაშვილის გვარი იყო და არის ღმერთმა ამრავლოს, სულ ძალიან მცირე 30 ადამიანია. სამწუხაროდ ამ გვარზე ისტორიული საბუთები თითქმის არ შემოინახება. ერთადერთი საუკუნეში ერთადერთი ინფორმაცია ამ გვარის შესახებ არის მე-17 საუკუნის ბოლოს. ცხოვრობდნენ პანკისში და იყვნენ ჩოლოყაშვილების გლეხები. სოფელ მარტყოფში გადმოვიდნენ ეგენი მე-18 საუკუნის ბოლოს. იყვნენ საეკლესიო გლეხები. წეღანას ვთქვი, რომ ეს გვარი შეადგენს 30 ადამიანს, ცხოვრობენ ნაწილი კახეთში და ნაწილი თბილისში. სამწუხაროა, მაგრამ ეგრეა ზოგი გვარი მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი. მოდი ჩვენ ახლა განვიხილოთ საინტერესო გვარი აბუაშვილი. აბუაშვილი ეპონიმური გვარსახელია. აბუ ერქვა შუმერთა ნაყოფიერების ღმერთს. ქართულ ვარიანტში აბუ იყო მამაკაცის სახელი. გვარის წარმოშობის ადგილია ზემო და ქვემო ქართლი. ისტორიულ წყაროებში გვარი აბუაშვილი იხსენიება 1671 წელს ქვემო ქართლში, ბოლნისში, ხოლო 1693 წელს შიდა ქართლში, ზემო ხანდაკში და მეტეხში, ორივე რა თქმა უნდა კასპიის რაიონში მდებარეობს. ასევე აბუაშვილთა გვარი მოხსენებულია 1721 წლის
ქვემო ქართლის სტატისტიკურ აღწერაში. ასევე 1774 წლის არაგვის საერისთავოს აღწერაში. იყვნენ როგორც სახაზინო, ასევე საეკლესიო და საბატონო გლეხები. სოფელ მარტყოფში აბუაშვილები ცხოვრობდნენ, გადმოვიდნენ 1671 წელს და შემდგომში უკვე მარტყოფიდან გადავიდნენ სოფელ სააკაძეში. ამჟამად აბუაშვილები ცხოვრობენ ბოლნისში, სოფელ გლანში, შიდა ქართლში, გორში, დმანისში ცხოვრობენ, ვაშლოვანში, ზემოხანდაკში, თამარიში, მარნეულის რაიონია, ნადარბაზებში, ქვახრელში, ქსანში, ჩოჩეთში, ეს კავთისხევის შემადგენლობაში არის ქვემო ჩოჩეთში, ჭოპორში, ხაშურში და რა თქმა უნდა თბილისში. ამჟამად აბუაშვილების გვარის საერთო რაოდენობა შეადგენს 1371 წელს. მოდით ეხლა ჩვენ ნახოთ ეგეთი გვარი აბქოფაშვილი. ძალიან ცოტანი არიან 57 წარმომადგენელია და პრაქტიკულად ცნობა არა დიდი ამ გვარის შესახებ და წარმოშობაზე. მაგ გვარის წინა გვარი უცნობია, მაგრამ გადმოცემების მიხედვით ამ გვარის შესახებ არის ეგეთი გადმოცემა, რომ ადრე იყო ვინმე პიროვნება, რომელიც ყოფილა ავი და ქოფაკი და ეს დაედო შემდგომში ამ გვარს შეერქვა ეს და გაუგვარდოთ ეს გვარი. ამ გვარის წარმოშობის ადგილი არის ქვემო ქართლი, სოფელი ბალიჭი და მოხსენებულები არიან 1721 წლის ქვემო ქართლის სტატისტიკურ აღწერაში. ცხოვრობდნენ 4 სოფელშიც. ამჟამად აბქოფაშვილის გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ ბალიჭში, ბოლნისში, კაზრეთში, რატევანში, თბილისში და საცხენიში. დღეისთვის, როგორც წეღანა ვთქვით, ეს გვარი ძალიან ცოტანაირიან და შეადგენენ 57 ადამიანს. შემდეგი გვარი, მოდი ვთქვათ, ჩვენ ალექსაშვილების გვარი. ალექსაშვილების გვარი ეპონიმური გვარსახელია და ფუძედ უდევს გვარში დამწყები მამაკაცის სახელი ფუძედ უდევს ალექსა. ალექსაშვილები წარმოშობით არიან კახეთიდან, ასევე ქართლშიც, ზემოში და ქვემო ქართლშიც არიან. იყვნენ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა ადგილას იყვნენ როგორც სამეფო, იგივე სახაზინო, საბატონო და საეკლესიო გლეხებად ჩანან. პირველად გვარი ალექსაშვილი ისტორიულ წყაროებში მოხსენებულია 1594 წელს კახეთში, სოფელ არატუახანია ეგეთი. იყვნენ მაყაშვილების გლეხები. 1630, 1670 და 1770 წლებში კახეთში არიან კიდევ მოხსენებული სხვადასხვა სოფლებში, რა თქმა უნდა, იყვნენ ყველა საბატონო გლეხები. ასევე 1688-99 წლებში ქვემო ქართლში იყვნენ იარალაშვილების გლეხები. ასევე 1760 წელს კარლეთში მოხსენებულები არიან და ეს გორის რაიონია და იყვნენ ციციშვილების გლეხები. ამჟამად ალექსაშვილის გვარის წარმომადგენლები ცხოვრობენ კახეთში, საგარეჯოში, თბილისში და კიდევ რამოდენიმე ადგილას. და ამ დროისთვის ალექსაშვილების გვარი შეადგენს 165 ადამიანს. საინტერესო გვარია კიდევ დრო გვაძლევს ამ საშუალებაზე ვისაუბრობთ ასათაშვილის გვარზე. გვარი ასათაშვილი ქართული წარმოშობის გვარია. თვითონ სიტყვა ასათა არაბული სიტყვაა და რაც ქართულად ლომს ნიშნავს. ეს გვარი, რა თქმა უნდა, შეერქმეული გვარია.
გვარის ძველი ფორმა არის ასათიძე. გვარი ეპონიმიური გვარსახელი და გვარს ფუძეს უძევს მამაკაცის სახელი ასათა. გვარის განსახლების არეალი იყო და წარმოშობის არეალი რა თქმა უნდა კახეთი და შიდა ქართლი. იყვნენ აზნაურები. პირველი ისტორიული ცნობა ამ გვარზე ფიქსირდება 1523 წელს სოფელ ენაგეთში, ქვემო ქართლში. იყვნენ ბარათაშვილების აზნაურები, ასევე გოსტაბაშვილების და ფალამახოსროშვილების აზნაურები. ასევე 1685-1696 წელს კახეთში, სოფელ ქაჩალაურში იყვნენ ჩოლოყაშვილების და ჯორჯაჭების აზნაურები. მოხსენებულები არიან როგორც 1721 სტატისტიკურ აღწერაში ქვემო ქართლში, ასევე 1751-1756 წლებში შიდა ქართლში, რომლებიც იყვნენ აზნაურები. ამჟამად ასათაშვილები ცხოვრობენ კახეთში და თბილისში. საქართველოს ამ გვარის წარმომადგენელი მთლიანად ცხოვრობს სულ 177 ადამიანი. ამით დღეს დავამთავრებთ გვარებზე საუბარს და მომავალში გავაგრძელებთ რა თქმა უნდა გვარებზე. თქვენ შეგიძლია გამოვაგზავნოთ რომელი გვარს გაინტერესებდა, თუ დეტალურად გაინტერესებთ თქვენი გვარის წარმოშობა საერთოდ ყველანაირად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ქვევით მოყვანილ ტელეფონს და მეილს და რა თქმა უნდა მოგემსახურებით. ეხლა დროებით და კარგად ბრძანდებოდეთ, ისაუბრებს ბატონი ლევანი. დროებით კარგად ბრძანდებოდეთ. 3000 წელს მეტი გიცხოვრია საჩავდღეს მოსწრები ვართ, მაგრამ მევსას ბედნიერსად ვიმღერია, კიდეც ვიმღერია